შეერაღებული ძალების 20 წლის იუბილეისთან დაკავშირებით ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლება 2011 გაიმართა. წვრთნების მიზანი კომბინირებული ძალების თავდაცვითი ბრძოლის და ქვედანაყოფის დახვეწაა. სწავლებაში საქართველოს შეერაღებული ძალების სხვადასხვა გვარეობების ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. ვაზიანი 2011 მასშტაბური ხასიათისაა და მასში შეერაღებული ძალების ავიაციის ქვეითი, საარტილერიო, საინჟინრო და საატაკო ნაწილების ღებულობდნენ მონაწილეობას. წვრთნებში ჩართულია 678 სამხედრო მომსახურე და 79 ერთეული სხვადასხვა სახეობის სამხედრო ტექნიკა. სწავლებას თავდაცვის მინისტრთან ერთად პრეზიდენტიც ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილი ვაზიანში უმცროს ვაჟთან ერთად ჩავიდა. ქვეყნის მთავარსარდალი წვრთნებს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად საათნახევრის განმავლობაში აგვირდებოდა. ვიცე-პოლკოვნიკმა გიგი კალანდაძემ პრეზიდენტს წვრთნების ტაქტიკა და მიმდინარეობა აუხსნა. მიხეილ სააკაშვილმა ქართულ ჯარისკაცებს არმიის დღე მიუღწა. სწავლების მიზანი არის რომ მოხდეს კომბინირებული სწავლება, ესე იგი მოხდეს კომბინირებული სწავლება ქვედანაყოფების, ეს არის ქვეითის, მექანიზირებული, ჯავშასანტაკო, სპეციალური ძალების, სადაზვერვო, საარტილერიო, ასევე ლოჯისტიკური და სამედიცინო ქვედანაყოფების შერწყმა და ურთიერთმოქმედების დახვეწა. აქ წარმოდგენილი გვაქვს სწავლების ჩვეულებრივი სტრუქტურა, სწავლების ხელმძღვანელობა, მაგრამ აქ ჩვენ გვინდა გამოვყოთ თვითონ შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია აქ, ესე იგი ყველა დონეზე, ეს არის ათეულის, 20-ულის, 100-ულის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებში და ასევე ინდივიდუალურ ჯგუფებში. ჩვენ ასევე წარმოდგენილი გვყავს სახეობებში, აი სატანკო, საარტილერიო მოქმედებები და ჩვენ გვექნება დეტალური შეფასება სწავლების შემდეგ, როგორ განხორციელდა ეს სწავლება. ასევე ჩვენ ამ სწავლების დროს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იქნება წარმოდგენილი რეალურად ჩვენი ქვედანაყოფების გადაადგილება, ეს არის ახალი ინოვაცია შეერაღებული ძალებში. ეს არის ჩვენი ამოცანა კომანდა მგელის შემდეგ, ესე იგი ჩვენ ვიღებთ მოქმედებებს. შემდეგი 4 ფაზად განხორციელდება ჩვენი ოპერაცია. ესე იგი პირველი იქნება, ესე იგი მოწინააღმდეგე სადაზვერვო ჯგუფების შემოსვლა, ჩართული იქნება უპილოტო საფრენი აპარატი. ესე იგი ჩვენ გამოვიძახებთ სპეცდანიშნულების ძალებს და ისინი ძირითადად გააკეთებენ შემოსვლას, დესანტირებას, მოწინააღმდეგე სპეცდანიშნულების ჯგუფების განადგურებას, მოხდება სამედიცინო ევაკუაცია. ესე დამთავრდება პირველი ფაზა. მეორე ფაზა დაიკავებენ, ესე იგი სპეცდანიშნულების ძალები, ესე იგი სტრატეგიულ მნიშვნელოვან წერტილებს და გამოიძახებენ ავიაციას. მოწინააღმდეგე განაგრძობს გადაადგილებას ოპერაციის რაიონის მიახლოებით. ჩვენ გამოვიძახებთ ასევე რეაქტიულ ბატალიონს და ასევე გამოვიძახებთ დანების ბატალიონს. განხორციელდება შეტევა ძირითადი მიმართულებით და დავიკავებთ ოპერაციის რაიონს. და მეოთხე ფაზა იქნება შემდგომი ამოცანის მიღება და გადაჯგუფება. მინდა ერთი მოგილოცოს სწავლების წარმატებით დასრულება. დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ მიუხედავად საქართველოს მტრის ყველანაირი მცდელობისა, წელში გაეტეხა პირველ რიგში ჩვენი შეერაღებული ძალები, მოეხდინა დემორალიზება ჩვენი საბრძოლო შემადგენლობის, ჩვენი ოფიცრების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი კაპრალების, ჩვენი სერჟანტების, ჩვენ მოვახერხეთ არა მხოლოდ სულისკვეთების შენარჩუნება და საბრძოლო ფორმის შენარჩუნება, არამედ ბოლო წლებში მოდერნიზაციის შქარი ტემპით გაგრძელება და დაჩქარება. ჩვენ არა გვაქვს ილუზია იმის თაობაზე, თუ ვინ არის ჩვენი მტერი. რა თქმა უნდა, ყველანაირ სწავლებებზე მტერი არის ჰიპოთეტიური, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის საქართველოში შემოჭრილი, ვინ ახდენს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებას, ვისა აქვს შემდგომი აგრესიული გეგმები საქართველოს მიმართ. მაგრამ თქვენ ისიც კარგად იცით, რომ თქვენ ხართ მთავარი ხაზი საქართველოს დაცვის. რა თქმა უნდა, როცა ქვეყანას პრობლემები აქვს და როცა ქვეყანას უტევენ, ყველა მისი მოქალაქე ხდება ჯარისკაცი, ყველა მისი მოქალაქე ხდება სამშობლოს დამცველი. მაგრამ თქვენ ხართ მთავარი, წინა და გადამწყვეტი ხაზი ჩვენი თავდაცვის, მთავარი გარანტი ჩვენი მომავლის. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეერაღებული ძალების ყველანაირ მხარდაჭერას, მაქსიმალურობით მოდერნიზაციას და ჩვენ მივახცევთ იმას, რომ საქართველოს შეერაღებული ძალები
გამომდინარე იმ ამოცანებიდან, რომელიც ჩვენ წინაშეა, იყოს ძალიან კარგად მომზადებული, იყვნენ ძალიან კარგად აღჭურვილი და მზად ყველა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც თითქმის შეუძლებელი ამოცანების შესასრულებლადაც მათ შორის, რომელსაც ჩვენ წინაშე ჩვენი ცხოვრება და ისტორია დასახავს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ. ასე გავაგრძელოთ. მე ვიცი რომ ბოლო თვეებში, განსაკუთრებით ბოლო წლებში ძალიან სერიოზული რეფორმები გადაძა კიდევ. მუდმივად ვადერებ ამას თვალყურს, მუდმივად მუშაობთ ამაზე. და რა თქმა უნდა, ყოველი თვე, ყოველი კვირა, ყოველი დღე უნდა იყოს რაღაც სიახლის გაუმჯობესების მომტანი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, რა თქმა უნდა. რეოლეცავ ყველა მოქმედ სამხედროს და ყველას ვინც ითვლება ყოფილ სამხედროდ, იმიტომ რომ ეს თანაბრად ყველას დღეა, ვისაც საერთოდ ოდესმე მეკონია შეხება არმიასთან. სწავლება, რომელიც მიახლოებული იყო თავისი შინაარსით, რეალურ საბრძოლო მოქმედებებთან, ანუ იმის თქმა მინდა რომ ვარჯიში, რომელიც გავს რეალურად საბრძოლო მოქმედებებს. ჩემი შეფასებით საკმაოდ ნორმალურად ჩაატარეს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა და მე პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ დიდი მადლობა შემიძლია უთხრა.